გონია რომ ნიკორას საიქიმო, იმიტომ ქვია რომ ექიმები გირჩევენ? არა, ჩემო კარგო, ძანცდები, საიქიმო, იმიტომ ქვია რომ ამის ჭამის მერე ექიმი შენი თავარი ერთადერთი ახლო მეგობარი გახდება. ნიკორა მოახერხა ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ალქიმიკოსებმა ვერ შეძლეს. მათ ქვიშა და წყალი აიღეს და ხორცი შექმნეს, რაც თავარი ამაში ფულს გახდებინებენ. მოგა დღეს მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიოლოგიის ერთ-ერთი მაგისტრი ჩვენ ქვეყანაში მე ელემენტარულ დონეზე დავშრი ამ სისაძაგლეს და იყავი ყურადღებით, იმიტომ რომ ესეთი აკრძალვა, რასაც ამ ხორცს პროდუქტებზე გეტყვი, არასდროს არსად ამ არხზე არ შეხვედრია და ვერც გაიგებ. დავიწყოთ ყველაზე თავხედური ყურით, როცა შენ საქონლის ხორცის სოსის ყიდულობ. ელი, რომ საქონლის ხორცით შეა მოამარაგებ შენ ძულებს და ორგანიზმს გადმოატრიალებ და ეტიკეტზე თავიდანვე ნახავ რომ ეს არის მიქსი. როგორც წესი, ყველაზე მეტი ქათმის ხორცი დაგხვდება მსგავსებებში, შემდგომ დაგხვდება ღორის ხორცი, შემდგომ დაგხვდება სახოლის ხორცი, ამას მოყვა მარტივად მალე მზესუმზირზეთები, ეტიკეტის კითხვას უნდა იცოდე ის, რომ დასაწყისში რომელი ინგრედიენტის პირველი წერია ის ინგრედიენტია ამ პროდუქტში ყველაზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის იცოდე რომ კომბინაციას ყიდულობ დიდი ალბათობით განსხვავებულ სოსისებში, განსხვავებული პროცენტობით დაგხვდება ქათმის, ღორის და საქონლის ხორცი და ამასობაში უნდა იცოდე რომ ძალიან დიდი წილი ამ პროდუქტის უკავია წყალს და სხვა მინერალებს, ასევე მზესუმზირიზეთს ან სხვა ნაჯერ ცხიმებს, რომლითაც ამ ნაგვის ერთმანეთთან შეწებება უწევთ. ანუ რეალურად ეს სოსისი კი არა, ზოგჯერ ქათმის კოტლეტია ბევრი ზეთით. ეხლა მეტყვი, ამაში რა მოხდა? არაფერი არ მოხდა, გადაიხადა ჭამი, რადგან ის გიქნია, მაგრამ ეხლა გავდივართ იმ წერტილზე, რის გამოც ხორცის პროდუქტები ულტრაპროცესირებული აღიარებულია ყველაზე ცუდ პროდუქტად, რომელიც შენ შეგიძლია ყოველდღიურად მიირთვა. ეხლა მეტყვი, ძმაო, ეგრე ყველაფერი შხამიაო და არ გეთანხმები. სწორედ იმიტომ, რომ მაგის გჯერა, რომ ეგრე ყველაფერი შხამია, მაგიტო ჯანსაღმებას არასდროს ვცდილობ. ან როცა ვცდილობ, მალევე თავს ანებებ, იმიტომ რომ ეგრე ბულკი შხამია, შაქარი შხამია, არ არის ეგრე. სულ მცირედი ნუტრიენტები გვაქვს, რომელიც ვიცით რომ პირდაპირ კავშირშია სიმსივნის წარმოქმნე კარცინოგენულ პროცესებთან ორგანიზმში და ეგეთი ნივთიერებების მოწინავე არის ჩვენი ულტრაპროცესირებული ხორცის პროდუქტი. ამიტომ ეხლა სამი მთავარი მტერი, რომელიც უნდა მოგიყვე, იცოდე რომ მტკიცებულობაზე დაფუძნებით, ვიცით რომ არ გჭირდება რაციონში არასდროს. ესეთი ბევრი რამე არ გვაქვს. აი მივედაქით მთავარ შედევრს. ამ პრობლემების სათავეს ნატრიუმის ნიტრიტს, რომელსაც შეუძლია ეს კუბოში ჩაწოლილი ხორცი კარგ ვარდისფერ ფრად შეინარჩუნოს აწდა მარადის სანამ შენს ორგანიზმში არ მოხვდება და მე რაც იზამს შენი დნმ-ის დაბომბვას იწყებს პირდაპირ მნიშვნელობით. ჩვენ ნიტრიტები ეტიკეტზე E250-ით რომელსაც ნახავ, ისინი თავად პასიური შხამებია, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე მოხვედრიდანსას ცილებთან ერთად ქმნიან ნიტროზამინებს, რომელიც პირველი და ყველაზე მთავარი აქტიური აგენტია, რომელიც აკაკუნებს შენ უჯრედში, ბირთვში შედის და დნმ-თან მიდის, სადაც იწყებს ისეთ მუტაციურ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც იზრდება რისკი იმ არასასურველი უჯრედის გამრავლების, რომელსაც შენ სიმსივნეს და კიბოს ეძახი. სწორედ ამიტომ გადამუშავებული ულტრაპროცესირებული ხორცის პროდუქტები WHO-მ სიგარეტის გვერდზე დასვა თავისი რისკებით. ჯერ კიდევ 2015 წელს კიბოს კვლევის სააგენტომ 800-ზე მეტი მსგავსი ნუტრიენტული შემადგენლობა შეისწავლა იმ პროდუქტებში, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს და რა ნახა? გადამუშავებული ხორცი არის პირველი კლასის კარცინოგენი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ რამე აზიანებს ადამიანის ორგანიზმს, ისინი არიან. რა შეხვდები პირველი კლასის კარცინოგენებში? გვერდზე მოხვდება თამბაქო, გვერდზე მოხვდება ასბესტი, გვერდზე მოხვდება რადიაცია. ანუ შენი ნებით რის ჭამასაც ირჩევ არის კარცინოგენული ნივთიერებების სათავეში პირველ კლასში მოხვედრილი. შემდგომ ეცნიერება დაადგინეს ზღვარი. არ გაინტერესებს რამდენი ულტრაპროცესირებული ხორცის პროდუქტი უნდა მიირთვა. აქ გულისხმობს სოსის, სარდელს, კალბას და მისნაირებს. იმისთვის რომ საგრძნობი ცვლილებები დაიწყოს ნეგატიურ მხარეს შენს ორგანიზმში. 50 გრამი დღეში. 50 გრამი, ხალხო, ეს არის 1 ცალის სოსისის გრამაჟი, ან 2 ნაჭერი კალბასი. 50 გრამი ულტრაპროცესირებული ხორცის მოხმარება 18%-ით ზრდის ადამიანში კოლორექტალური სიმსივნის რისკს. ეხლა იკითხავ, თორნიკე, ამდენი ივერიას პროდუქტი საიდან მოხვდა? შენ მაგიდაზე ხო არ გაბინანსებენო? მაგის ჭიტი ვარ, პერსონალიზებული ნუტრიოლოგიის მაგისტრმა სოსისებმა და ნიკორამ დაამფინანსოს. კაცებში მაჩუგეს, მეგობრებო, ეხლა ოქერხუნია, მიწოლი ხარ სტუმრად უარს ხوارეთქვი და დაახლოებით 6 თვეა საყენულისთვის ამ ვიდეოს ელოდება. იმიტომ რომ ეხლა თავოძველო ძაღლებსაც არ ვაჭამო პირდაპირ ნაგასაყარზე მოვიშორო და რაც მეცადო არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 1%-მა მაინც 1 ნაკლები სოსისი მიირთვას დღის განმავლობაში.
ისე რაბოროტი უნდა იყო, იცი რომ შენ დიდი გავლენა გაქვს და ამასობაში ყველაფერს ცდილობ, რომ ფული გაქვს და მაინდა-მაინც შხამი რატო უნდა დავარეკლამო? უკეთესი პროდუქტები ხო გიდევს მაღაზიაში. ანუ პირველი და ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რასაც ხორც პროდუქტებში შეხვდებოდით, ეს არის E250. ის ნიტრიტები, რომელიც საჭისმელობელ სისტემაში პლუს მაღალ ტემპერატურაზე მოხვედრისას იწვევენ არასასრულ ცვლილებებს და როგორც წესი, მთავარი რისკი არის კოლორექტალური სიმსივნის გაზრდილი რისკი. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ესეთი ბოროტი აგენტი, რომელსაც ულტრაპროცესირებულ ხორც პროდუქტებში ვნახულობთ, ეს არის ჰეტეროციკლური ამინები, რომლებიც კონკრეტულად იმ დროს ჩნდება, როცა ეს სოსისი 150 ტემპერატურაზე მაღალ გრადუსზე მოხვდება შესტაფაზე ან ცხობისას. ნახე რა უნდა გაითვალისწინო, ანუ არის რაღაცები, რაც ამ დალოცულში მიძინებულია, მაგრამ შენ აღვიძებ, როცა მობრაწული სოსისი მოგინდება ჩვეულებრივის მოხარშულის ნაცვლად ომლეტთან ერთად, ყველაზე კარგ შემთხვევაში. და მესამე ესეთი აგენტი არის ჰემური რკინა, რომელიც მსხვილ ნაწლავში ფერმენტაციის პროცესში იცეც ცვლილებებს განიცდის, რომელიც კიდევ ერთხელ მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი რისკია. ამ ჰემურ რკინას ხვდები სხვა ხორც პროდუქტებში. სწორედ ამიტომ მესმის ხოლმე ხორცის ასოცირება ნეგატიურ ცვლილებებთან ადამიანის ორგანიზმში, თუმცა ჩვეულებრივი წითელი ხორცი, სტეიკი, ფარში და აი ეს საძაგლობა რო ერთმანეთს შევადარო, ვერ შეიძლება ერთმანეთს ნეგატივის მიხედვით, რომელსაც ადამიანის ორგანიზმში მოიტანს. აი ხა ეს მავნე პროდუქტები როგორზე გადავდოთ, ნუტრიენტული თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ ამ მავნე პროდუქტებს ხვდებით ჩემს ულტრაპროცესირებულ ხორც პროდუქტებში, კიდევ ორი მთავარი მტერი მყავს. ერთი არის ნაჯერი ცხიმები. არ გაინტერესებს ამ ქათმის, საქონლის და ღურის ნარჩენების შეწებება ერთმანეთთან რითი უწევთ, ერთ-ერთი ხერხი ცხოველური ცხიმების დამატებაა და როცა შევხედავთ კალორიულ ნორმებს, რომელსაც 100 გრამი ულტრაპროცესირებული ხორც პროდუქტების სოსისი, კალბასე, სარდელი მომცემს, ნახე რომ დაახლოებით 300 კალორიას გადლავს 100 გრამზე, მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის, უმრავლესობა ამ კალორიების მოდის ცხიმებისგან და მათ შორის ნაჯერი ცხიმებისგან. ეხლა მეტყვი 300 კალორია რა არის Mr. Nutrition, ეგრე რამდენ რაღაცას ვჭამ, რომელსაც 300 კალორიაზე მეტი აქვს რაციონშიო. გეთანხმებით, თუმცა რა აქ 300 კალორია არ არის პრობლემა. პირიქით, ზოგიერთ ულტრა განათლებულ ადამიანს ეს დაბალკალორიულობა შედარებით, რომელიც ზოგიერთ სოსის უფრო აქვს, მაგალითად, საბავშვო რძიანს. აი რა ეშმაკის მოციქული უნდა იყო, რომ საბავშვო სოსისი დაარქვა რძიან სოსის. საბავშვო. იმიტომ რომ მას შედარებით ნაკლები კალორია აქვს, დახვდებით ულტრა განათლებული, არ ვიცი, სამედიცინო მუშაკების ან ტრენერების კვების გეგმაში. თუ არ მოუკვდები ხოლმე არ მგონია, როცა საუზმეზე პირველი რასაც ვკითხულობ არის 3 ცალი რძიანი სოსისი და წიწებურა 1 სუფრის კოლზი. ეს არის, არ ვიცი, აი ყველაზე უცოდინრობის მავნებლობის და ამასობაში გაუთვალისწინებლობის პიკი, რომელიც პროფესიონალმა ადამიანმა შეიძლება ადამიანს ურჩიოს, რომელიც განწირული წონის ყლების გზაზე ცდილობს ჯანმრთელობა გაიმჯობესოს. ეს არის დანაშაული. მე რო ვიყო სტალინი, დავანებებდი თავს საზოგადო მოღვაწეებს და აი ესეთ ექიმებს დავხრეტდი. ეს ამოვიღოთ ხო? რა სტალინი რო ვიყო? ამომცდა. სწორედ ამიტომ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, თუ სადმე უდესმე დახვდებით კვების რაციონში, ჯერ ფურცელი რომ მოგცა, ხო, მანდარი მცდარი, მაგრამ მეორე იქ სადმე თუ დახვდები სოსისი მიირთვე, მეუბნები ახლა კაცო სოსის ავრჭამ და დამინიშნეს დიეტა და მაინც ჭამო. სადაც ამას დახვდებით, იცოდეთ რომ ეს ფურცელი გადასახევია და გადასახევია ის ადამიანი, ვინც ეს ფურცელი მოგცა. ამიტომ იცოდე რომ შენ ბავშვს ხო საერთოდ უნდა მოარიდო აი ეს ხორცის პროდუქტები, რძიანის, საბავშვო სოსისი მათ შორის. არც შენი კალორიული დეფიციტის გზაზე არ უნდა იყოს ის შენი მოღვაწე. იმიტომ რომ რეალურად შენ ცილას და ხორცს პროდუქტს ჭამ იმისთვის რომ ძვლები გაიმაგრო, კუნთები დაიცვა, გაიზარდო თუ მოზარდზე მიდგება საქმე და ის პოლიფოსფატები რომელიც ამ მოხრობაშია რომელს ჯერ არაფერი არ მткоმ შენთვის კალციუმის მთავარი მტერია რა უცნაურია ჭამამ დალოცულს იმიტომ რომ ცილა შეივსო კუნთები დაიცვა და თურმე აქედან კალორიულობის უმრავლესობა ცხიმს მოაქვს და რაც ცილასაც გაძლევს იქ ცილაც გაზიანებს და მესამე ნუტრიენტული მტერი მეგობრებო ჩვენთვის არის მარილები იცოდე რომ პირველი მტერი შენი გულსიზრახთა სისტემის ჯანმრთელობის და საქართველოში მაღალი არტერიული წნევა და გულსიზრახთა დაავადებები მოწინავეა ქრონიკულ არაგადამდებ დაავადებათა შორის არის აი ამ პროდუქტებისგან პლუს პურისგან სადაც მარილს არელი და ამისთვის შენ პურების ვიდეო ნახე ბომბი რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მიირთმევ ნაკლებად დანაყრებული ხარ და ხარ ესე მე არ ვიცი პარაკლისი რომ უნდა გადაგიხადოს მამაო მალე იმის პირას. კარგი, რახან ეხა ამ წერტილამდე მოხვედი ვიდეოს, კითხვა გაგიჩნდება, ჩემი მეზობელი გია, რომელიც ყოველდღე სოსისებით იწყებს, როგორ მოაღწია ამას აკამდეო.
შენი ორგანიზმი და გიას ორგანიზმი ძალიან ჭკვიანია და თუ შენ კვება მრავალფეროვანი დაბალანსებული გაქვს, იცოდე რომ ნუტრიციოლოგიაში გვაქვს სტრატეგიები. ეს ყველაზე ცუდი რაღაცებიც კი დავაბალანსოთ. ამისთვის პირველი შენი სტრატეგია არის ქლოროფილი. ყველაფერი რაც მწვანეა, ყველა ბოსტნეული, ფართოფოთლოვანი მწვანე, მათ შორის ისპანახი და მისნაირები, ბროკოლი, პარკოსნები, ბარდა, მუხუდო არის ის წყარო, რომელიც ჰემის რკინას ნაწლავებში იჭერს და ყველაფერ ნეგატივს, რაც მოქონდა ამ ულტრაპროცესირებულ პროდუქტში, ნაწილობრივ აბალანსებს. მეორე ესეთ შენ ნუტრიენტი ნუტრიციოლოგიაში გვაქვს C ვიტამინი. ყველაფერი რაც ციტრუსია, ყველაფერი რაც კენკრაა, ყველაფერი რაც ხასხასა, ნარინჯისფერი, მოყვითალო ფერის არის, ან ბოსტნეულში პომიდორი, ბულგარული, არის დამცველობითი ფაქტორი, როგორც ანტიბიოტიკი, ჯარისკაცი, აი ამ სადაგლობებისგან დაწყებულ ანთებით პროცესებს შენს ორგანიზმში ლოკალურად და უჯრედულ დონეზე ებრძოლოს. მესამე ესე დამცველობითი ნუტრიენტი არის ბოჭკო, რომელსაც ისევ მცენარეულ სამყაროში ვნახულობ და მეოთხე დამცველობითი ფაქტორი გაგკვირდება და არის კალციუმი. რძის პროდუქტები დღის განმავლობაში ადეკვატური რაოდენობით შეიძლება დამატებით დამცველი ფაქტორი იყოს ამ ნაგუბისგან. მაგრამ საბოლოო ჯამში უმრავლესობა საერთაშორისო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ 50 გრამზე მეტი უკვე იწყებს ნეგატიურ ცვლილებას ადამიანის ორგანიზმში, ზოგიერთი რეკომენდაციით 70 გრამია ეს ნიშნული. ავსტრალიამ კიდე საერთოდ არ მაინტერესებს შენი სურვილები ულტრაპროცესირებული ხორცის პროდუქტი ამოიღე და გადააგდე რაციონიდან. ანუ საბოლოო ჯამში ყველაფერს ვაკეთებ, რომ თუ რამე მაქვს აკრძალული ჯანსაღმობაში და ეგეთი ძალიან ცოტა რამე უნდა მქონდეს, ულტრაპროცესირებული ხორცის პროდუქტები იყოს ამ აკრძალებში. თუ მოხვდი დაბადების დღეზე პიცა გამოიძახა ვიღაცამ და კალბასი არის ზემოდან გადაჭრელი, ვიცოდე რომ მივირთვა, მაგრამ ყველაფერი რაც მიბალანსებს, ბოსტნეული, პარკოსნები, ისპანახი, ფართოფოთლოვანი მწვანე ფერი შემოვიტანონ დამცველობით ფაქტორად. ამის მიღმა ზუსტად ვიცოდე სადმაზიანებს ის ნაერთები, რომელიც მოგიყევი და ეგ მხოლოდ ზღვაში წვეთია. თუ გაინტერესებს, რა არის ის ხორცის პროდუქტები, ულტრაპროცესირებული, რომელიც ნაკლებად ნეგატიურია, რა ვიცი, რაჭული ლორი იგივე კატეგორიაში გადის, ან ბავარიული სარდელი, საიდანაც მოდის საერთოდ ულტრაპროცესირებული ხორცის პროდუქტების ისტორია. თუ არის რაიმე განსხვავება და ამას დამატებით, შენი თეფში როგორ უნდა დააბალანსო იმისთვის, რომ ნაკლები ნეგატივი მიიღო, იმიტომ რომ ოჯახში ვცხოვრობ, შეიძლება შენ მეუღლეს, მამას, უყვარს და რას ვიზამთ, 1000 ერთხელ მიირთმევენ, ბალანსია ყველაფერი ნუტრიციოლოგიაში. ამისთვის რაც უნდა გააკეთო არის აი ეს QR კოდი დაასკანერო, რომელიც შემოგიყვანს ფორმაზე, რომელსაც შეავსებ დაიკავშირდებით და მინი კურსს დაგახვედრებთ ამ ყველაფრის ბალანსისთვის და ამის მიღმა ძალიან ბევრი დეტალი დაგვხვდება, რომელიც ჯანსაღმობის გზაზე ჯერ დაგიცავს და მე სასურველ მიზეზთან ერთი ნაბიჯით მაინც ახლოს მიგიყვანს. მოკლედ, ლინკი ნახე აღწერაში ან ეს QR დაასკანერე და ჩვენ მომდევნო ვიდეოში შევხვდებით ერთმანეთს.